მერე დიასამიძე 7 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა კარატე, ტანვარჯიში და თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს კარატე. ერთი წელია დავდივარ კარატის წრეზე. კარატეზე იმიტომ შევედი, რომ ილეთები მესწავლე. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ფეხის დარტყმა თავში. ყველაზე ადვილი იყო ხელის დარტყმა უცელში. კარატეში ყავს 3 მასწავლებელი: მიშა სენსეი, მერაბი სენსეი და გულადი სენსეი. ყველაზე უფრო სენსეია მიშა მელუა. უკვე 5 ჯერ მქონდა შეჯიბრი. ყველაზე უფრო მომეწონა პირველი. იმიტომ რომ ძალიან ადვილი იყო და გავიმარჯვე. ყველაზე ხშირად მეშპარინგება არტური. ვაპირებ კარატეზე კიდევ იარო 3 წელი. სანამ კარატეზე შევიდოდი, 1 წელი დავდიოდი ტანვარჯიშში. ტანვარჯიში ძალიან მომწონდა და ახლაც მიყვარს. მაგრამ იმიტომ გამოვედი, რომ გაწელვები მესწავლა. მე შპაგატში ვჯდები ბოლომდე და სალტოების გაკეთებაც ვიცი. მე ვარ ჩემპიონი ბიჭი. ყველაფერში შემიძლია წარმატების მიღწევა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგად ვსწავლობ, კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ილია მახაჭაძე. ყველაზე ცელკია გეგა ფარტენაძე. ყველაზე ჭკვიანია სანდრო ანანიძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი და სიმპათიური. ახლა შეყვარებული მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ შეყვარებულს იმიტომ დავცილდი, რომ ბაღიდან გამოვედი. მინდა ვიყო ბაღში და მყავდეს ის შეყვარებული. თვალს რომ მოვიყვან მქნები 18 წლის. შვილებს დავარქმევ ანდრიას და ნინო. ჩემს ცოლს დავარქმევ მარიამს. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ელზა კაპანაძე. იმიტომ რომ სულ გვიღიმის, სულ არ გვიყვირის და ყველას გვეხუტება. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბიზნესმენი. მე მექნება მანქანების ბიზნესი, იმიტომ რომ მანქანები ძალიან მიყვარს. 59 წლის რომ გავხდები, ვიყიდი ლურჯ ბუგატს. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. ახლა მინდა ვიყო 19 წლის, იმიტომ რომ ვიქნები სტუდენტი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, დაიკო, ჩემი ბაბუა და ჩემი ბებია. კიდე მინდა მყავდეს 3 და 4 ძმა. ჩემი და არის 5 წლის და ქვია ანა. ის არის ლამაზი, ტირალა და ნერვების ამშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ როცა თამაშობ. ჩემი აზრით ანა რომ გაიზრდება, გამოვა დირექტორი, სკოლის დირექტორი. მამიკო არის სიმპათიური, ძლიერი და მშრომელი. დედიკო არის ლამაზი, სტუდენტი ყვარზე და მზრუნვლელი. ძალიან მიყვარს დედიკო გაკეთებული საჭმელი ბორში. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. საყვარელი მულტფილმია ბებაგოჭი. მინდა ვიყო ბებაგოჭი. რადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ბევრ გემს. იმიტომ მამა დათის გემზე და აურჩევ ყველაზე კარგს. ახლაც გემზეა და ძალიან მენატრება. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი თურქეთში. წინა ბავშვმა დამიტოვა კითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარი iPhone 16. შემდეგ ბავშვს ტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში?
მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია გალოვანა გაშეშობანი. ჩემი ნება რომ იყოს აგრძავლავდი დამალობანას. იმიტომ რომ კარგ ადგილებს ვარ ყოველ. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.